არ ყოფნა. საკითხავია ეს არის. ამბობს დანიის პრინცი ჰამლეტი თავის ცნობილ მონოლოგში. მერსედეს-ბენცისთვის ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის მარტივი იყო. ან საუკეთესოდ ყოფნა, ან საერთოდ არ ყოფნა. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ იმ ბრენდის მოდელებზე, რომელმაც სამყაროს მანქანა აჩუქა. დიახ, ბრენდზე, რომლის მოდელებსაც სამეფო ოჯახის წევრები, დიქტატორები და ლეგენდები მართავდნენ. და ალბათ უარს არც ფარაონები იტყოდნენ 2000 წლით ადრე რომ არ ამოწყვეტილიყვნენ. თუმცა როგორც ფრიდრიხ ნიცშე იტყოდა, თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც შემოგხედავს შენ. უშეცდომოები საუკეთესოებიც კი არ არიან და მოდი ფილოსოფიურ სიღრმეებში რომ არ წავიდეთ პირდაპირ გეტყვით. ამ ვიდეოში მერსედესის ყველაზე ცუდ მოდელებს იხილავთ, თუმცა სანამ გვაგინებთ, გეტყვით რომ ამ ვიდეოს ტექსტის ავტორსაც მერსედესი ხავს და თქვენზე არანაკლებ გულდაწყვეტილია. ეს ვიდეო ვერცხლისფერი ისრების დიდებულებაზე არ იქნება. დღეს ვისაუბრებთ შტუტგარტის 7 მიუტეველ ცოდვაზე, მანქანებზე, რომლებმაც ავტომოყვარულები აადირეს. კომპანია ფინანსურად დააზარალეს და კარლ ბენცი საფლავში სულ მცირე 7-ჯერ დაატრიალეს. თუ BMW-ს ფანი ხართ, მოიმარჯვეთ პოპკორნი. ხოლო თუ მერსედესის მაშინ ჯამი ცრემლების შესაგროვებლად დაიდგით და ჩაუჯექით ვიდეოს. თუმცა სანამ ამას იზამთ, ხომ გახსოვთ რა თქვა რენე დეკარტმა? ვაზროვნებ, მაშა სადამე კრისტალ აუტოს YouTube არხი მაქვს გამოწერილიო. იაზროვნე, გამოგვიწერე, გვიყურე და იაზროვნე უკეთ. W220 S-კლასი. კრისტალ აუტოს მაყურებელს ეს ავტომობილი შესაძლოა ისტორიაში ყველაზე დაუფასებელი ავტომობილების ვიდეოდან ახსოვდეს. ამიტომ კოგნიტიური დისონანსი რომ არ დაგემართოთ, ყველაფერს ნათლად აგიხსნით. ერთდროულად მდიდრული და ხელმისაწვდომი ავტომობილების სამეფოში ეს კლასი ნამდვილი იმპერატორი და ოქროს სტანდარტია. მას, ვისაც ქონია პატივი ემართა W140, საუკეთესოდ მოეხსენება, რაზეც ვლაპარაკობთ. ეს მანქანაა, რომელიც თავს იაკუძას ბოსად ბრიგადის პერსონაჟად და საქართველოს მეორე პრეზიდენტად გაგრძნობინებთ. თუმცა ამ შვენიერი ეპითეტებით W220 ნამდვილად ვერ შევამკობთ. 1998 წელს კომპანიამ გულშემატკივრები დააღალადა და ზურგში დანაჩასცა. თუ W140 ტანკი იყო, მასთან შედარებით W220 საუკეთესო თუნუქის ქილის წოდებასაც რთულად თუ დაიმსახურებდა. ავტომობილის დიზაინის შეფასება გემოვნების საკითხია. თუმცა ხარისხზე ორიოდე სიტყვა ნამდვილად გვეთქმის. მიუხედავად იმისა, რომ W220 გარეგნულად ცუდად არ გამოიყურებოდა, ბრჭყვიალა გარსის მიღმა მისი ბიოდეგრადირებადი საღებავი ჯოჯოხეთური ეფექტი იხარშებოდა. საქმე ის არის, რომ მერსედესმა თანხები დაზოგა და გამოცადა შეღებვის ახლებური პროცესი, რომელიც ჟანგს დაახლოებით ისე აკავებდა, როგორც პარის სენ-ჟერმენის შეტევას ინტერის დაცვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. დიახაც, ეს კლასის ეს თაობა ჟანგვისკენ ყველაზე მეტად არის მიდრეკილი. აი, როგორც დაახლოებით დორიან გრეის პორტრეტი. გარედან მანქანა კარგად გამოიყურება, თუმცა შიგნიდან თანდათან ლპება და იფიტება. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ამ ავტომობილის დაკიდების სისტემაც. მერსედესის განცხადებით, ის მფრინავი ხალიჩა უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობაში ფაქტობრივად შეუძლებელია W220-ის ისეთი მფლობელის პოვნა, რომელსაც ეგრეთ წოდებული ბალიშზე მომუშავე ამორტიზატორის შეცვლა ერთხელ მაინც არ მოუწია. ეს კი EAP ოპერაცია სულაც არ არის.
ცხადია, გერმანულმა ავტომწარმოებელმა თანხები დაზოგა ინტერიერზეც. სალონის ტყავი უფრო თხელი და წვეთადია. ხის პანელები ყალბია, ხოლო ამ ღილაკებს ნებისმიერი საბჭოური ლიფტის ღილაკი სჯობს. თუ ოსკარ უაილდს დავესესხებით, დღესდღეობით ადამიანებმა ყველაფრის ფასი იციან, თუმცა ღირებულება არაფრის. W220 თითქოს სწორედ ასე აწყობილი მანქანაა, რომლის ინჟინრებმაც იცოდნენ რა ღირს თითოეული ჯანჯიკი, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე, რომ დიდებული მემკვიდრეობა შეუფასებელი საგანძურია. W220 კარგი მაგალითია იმის დასამახსოვრებლად, რომ ყველაზე დიდებული კომპანიებიც შეიძლება დაეცნენ, თუ მოგების გასაზრდელად სულსა და იდენტობას გაყიდიან. W168 A-კლასი 1997 წელს Mercedes-მა გადაწყვიტა, რომ დიდრული ბრენდის მანტია მოეხსნა და გაეკეთებინა ის, რაც აქამდე არ უცდია. შეექმნა მცირე ზომის საქალაქო ავტომობილი. ერთი შეხედვით W168 A-კლასი საავტომობილო სფეროს რევოლუცია უნდა ყოფილიყო. კომპანია ამაყობდა სენდვიჩ იატაკით. ეს უსაფრთხოების მართლაც ბრწყინვალე ინოვაცია იყო, რომელიც ავარიის შემთხვევაში ძრავას მგზავრების ქვეშ გაასრიალებდა. სამწუხაროდ გერმანული ავტომწარმოებლის თავდაჯერებულობა და იqბალი სწორედ აქ ამოიწურა. გერმანული ავტომშენებლობის გიგანტი, ფლაგმანი, ლოკომოტივი და პიონერი არც მეტი არც ნაკლები ირმის ტესტმა დაამარცხა. შვედეთში ჩატარებულ გამოცდაზე ავტომობილებს უწევთ მაღალი სიჩქარით გადაადგილდნენ და მოულოდნელად გამოჩენილ წინაღობას მკვეთრი მანევრით ასცდნენ. დაახლოებით ისე, როგორც ეს ჩრდილოეთ ევროპულ ქვეყნებში ირმის გზაზე გადარბენის დროს უწევთ ხოლმე. როგორც წესი, ამ გამოცდას ავტომობილების დიდი ნაწილი აბარებს. ზოგი ავტომობილი ცურდება და მართვადობას კარგავს. აი, A-კლასმა კი გააკეთა ის, რაც არავის უქნია. შუა გამოცდის დროს დაღლილობა იგრძნო და წამოწოლა მოუნდა. დიახ, მკვეთრი მანევრის შედეგად Mercedes-ის ახალი იმედი უბრალოდ ამოღირავდა. აღმოჩნდა, რომ მანქანა, რომელიც Mercedes-ის ინჟინრების შეფასებით ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი უნდა ყოფილიყო, უძლური იყო გზაზე ირმის ან ნებისმიერი სხვა არსების გადასვლის მომენტში. ეს კომპანიის მარკეტინგისთვის ბიბლიური ხარისხის ჩაფლავება იყო. შესაბამისად, Mercedes-მა მოდელის 130,000 ერთეული უკან გაიწვია და წინმაც მიიღო და ცივი წყალიც მიაყოლა. გერმანულმა ავტომწარმოებელმა მანქანის დაკიდება გაახისტა იქამდე, სანამ A-კლასით მგზავრობა სკვერში დადგმულ ხის გამზეჯდომის მსგავს გამოცდილებად არ აქცია. როგორც ცნობილია, რაც არ გუკლავს, გვაძლიერებს. Mercedes-ის სიტიკარმა იცოცხლა. თუმცა შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ A-კლასის ინჟინრებიდან ხარირემი არც ერთის პატრონუსი არ იქნებოდა. მიუხედავად დაუნდობლად გაკიცხვისა, კომერციულად A-კლასმა Mercedes დიდი მოგება მოუტანა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლები ავტომობილს ყველა ნაკლს პატიობენ, თუ მის ცხვირზე სამქიმიანი ვარსკვლავს დაინახავენ. ძმაო კლასი. Mercedes Vaneo. ხომ სულ ერთია, ვარც რომ ვარდი აღარ უწოდო. ტკბილ სურნელება იმგვარივე იქნება მაინც. წერს უილიამ შექსპირი რომეო და ჯულიეტაში. მაგრამ შექსპირი BMW-ს ფანი იყო და Mercedes-ი არ ჰყავდა. შესაბამისად ვერ ეწოდინებოდა, რომ ყველა ბენცი ერთნაირად მოხდენილი არ არის. Vaneo ამის საუკეთესო მაგალითია. ეს დიდრულ მანქანად შენიღბული იდენტობის კრიზისის მქონე მინივენია, რომელიც კარგ ავტომობილზე მეტად კვაზიმოდოს ჰგავს. საბრალონიდან. 2002 წელს Mercedes-მა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც ცუდი შედეგით დასრულდა. ინჟინრებმა აიღეს A-კლასის DNM და ის უბრალოდ გაწელეს. შესაბამისად მიიღეს გრძელი და კუზიანი მანქანა გორგოლაჭებიანი კარით.
კომპანიამ თავის ქმნილებას კომპაქტური MPV უნივერსალური სატრანსპორტო საშუალება უწოდა. თუმცა მსოფლიოს ასე მარტივად ვერ მოატყუებთ. ყველა მაშინვე მიხვდა, რომ ეს DHL-ის საფოსტო გადაზიდვის მანქანა იყო, რომელიც მდიდრულ წვეულებაზე დაპატიჟეს და მოუწია სმოკინგი ჩაეცვა. ხომ შეიძლება ავტომობილი უშნო იყოს, თუმცა სისწრაფით გასიამოვნოს. ვანეოს სიმძლავრეშიც კი იმდენად უჭირდა, რომ მისი 100 კმ/სთ-მდე აჩქარება წამებით კი არა, სინათლის წელიწადებით უნდა გაგეზომათ. რაც შეეხება ინტერიერს, ის ისეთი მარტივი, პლასტმასით სავსე და არაფრის მთქმელია, რომ თავისუფლად შეიძლება კართან ღვთაებრივი კომედიის ცნობილი ფრაზის დატანა. აქ შემომსვლელნო, ყველა იმედი გარეთ დატოვეთ. და თუ კი სილამაზე დეტალებშია, ფსონს ჩამოვალთ. ვანეოში ერთი ლამაზი დეტალის პოვნაც კი გაგიჭირდებათ. მერსედესი წელიწადში 50,000 მინივენის გაყიდვას ვარაუდობდა. თუმცა ამდენი შესაძლო ავტომობილის არსებობის განმავლობაშიც კი არ გაყიდულა. 2005 წელს კომპანიამ დამარცხება აღიარა და წარმოებაში აჩერა. ვანეო ქარხნებიდან გაქრა. მაგრამ აქედან ვერ ამოშლით. აქედან. Mercedes-Benz Citani. გინახავთ დონი ბრასკო. ფილმი, სადაც ჯონი ორმაგი აგენტია და როლში იმდენად შედის, რომ მისია თითქმის ავიწყდება. 2012 წელს Mercedes-მა კომბო მინივენის კლასის ბაზარზე შეპარვა სწორედ ასე სცადა, თუმცა საკუთარი იდენტობის გამოვლენის ნაცვლად მიადგა Renault-ს. აიღო კენგუ და მაგრა ცხვირზე სამქიმიანი ვარსკვლავი და Citani დაარქვა. ეს არ ყოფილა უბრალოდ კოლაბორაცია. ეს იდენტობის სრული ტრანსფორმაცია იყო. გარედან შელამაზებული გერმანული მანქანის მკერჩი, ფრანგული გული თუ ძრავად ზგერც და პერფორმანსიც უფრო ფრანგულია ვიდრე გერმანული. აი ედით პიაფის სიმღერა, რამშტაინს რომ ემღერა, რაღაცა ეგეთი. Mercedes-ი იფიცებოდა, რომ Renault-ს მოდელი საფუძვლიანად შეცვალა. გადააკეთა დაკიდება, სავარძლები და ხელსაწყოთა პანელი, რათა ისინი Mercedes-ის სტანდარტებს მორგებოდა. თუმცა ასეთი არაფერი მომხდარა. ხისტი და უხარისხო მასალები, ხმოვანი იზოლაციის ფაქტობრივად არ არსებობა, უცვლელი დაკიდება. შესაბამისად, Citani-სა და სიტყვა პრემიუმის ერთ წინადადებაში ხსენება უბრალოდ კრეხელობა. 2013 წელს Citani ევროპულ უსაფრთხოების ტესტზეც გაიგზავნა. როგორც წესი, ასე დროს Mercedes-ისგან 5 ვარსკვლავზე ნაკლებს არ მოველით, რადგან ეს ხომ ბრენდია, რომელმაც უსაფრთხოების ქვაკუთხედი ძარის დეფორმაციის ზონა გამოიგონა. ფრანგულ გერმანულმა მინივენმა შეძლოდა მხოლოდ 3 ვარსკვლავი დაიმსახურა. ბრენდისთვის, რომელსაც პრეტენზია საუკეთესოობაზე აქვს, ეს კატასტროფა იყო. მტკიცებულება იმისა, რომ Mercedes-მა ყველაზე უსაფრთხო ავტომობილის რეპუტაცია ფინანსურ მოგებაზე გაცვალა. საბოლოოდ Citani-მა გარკვეული მოდიფიკაციების შემდეგ მეოთხე ვარსკვლავი მოიპოვა. თუმცა საქმე უკვე გაფუჭებული იყო. ბიუჯეტური კომბო მინივენი რომ გუდომოდა, ბოლოს და ბოლოს Opel Zafira-ს ვიყიდდით. სანამ სამეულზე გადავალთ, თუ უკვე იმდენად არ გაგვიბრაზდით, რომ ამის თხოვნას აზრი არ აქვს, გამოიწერეთ ჩვენი არხი. გვირდებით მომავალში ვიდეოს 7 ყველაზე ცუდ BMW-საც მივუძღვნით. X-კლასი. თუ გახსოვთ, რამხელა ახტაცებით შეხვდა საავტომობილო საზოგადოება 2010-იან წლებში Mercedes-ის გადაწყვეტილებას, რომ პიკაპი შეექმნა. დიახ, ეს ნამდვილად კარგი დრო იყო. ფანები ქმნიდნენ ანონსებს, რომელშიც Mercedes-ის ახალი პიკაპი Geländewagen-ის უფრო დაკუნთული ვერსია იყო. თუმცა შემდეგ კომპანია ადგა და იულიუს კეისრის ციტატა ოდნავ გადააკეთა. მივედი ვნახე და პიკაპი Nissan-ისგან ვისესხე. დიახ, არ მოგესმათ. გერმანელი ინჟინრები ადგნენ, აიღეს Nissan Navara, შტუტგარტში ოდნავ გადააკეთეს და X-კლასი ამაყად უწოდეს.
შეიძლება ითქვას, რომ ეს მანქანა Mercedes-ის იდენტობის კრიზისის მწვერვალია. X-კლასი ისევეა Mercedes-ი, როგორც ადამიანები შავებში უცხო პლანეტელი პერსონაჟია ადამიანი. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანის ტყავი გადაიცვა. მართლაც, რატომ უნდა გადაიხადოს $15,000 უფრო ძვირი მანქანაში, რომელსაც Nissan Navara-სგან მხოლოდ სალონში არსებული ტყავით, ხმოვანი იზოლაციით, ოდნავ უკეთესი დაკიდებითა და ცხაურაზე მიმაგრებული გიგანტური ვარსკვლავით განსხვავდება. თუ ჩვენს მაყურებელთა შორის X-კლასის მფლობელიცა, გილოცავთ. თქვენ ძალიან ძვირი გადაიხადეთ პიკაპში, რომელიც ძალოვანი აგრეგატით $15,000 უფრო იაფი პიკაპის იდენტურია. აბრაამ ლინკოლნს თუ დაუჯერებთ, თქვენ შეგიძლიათ ზოგი ადამიანი ყოველთვის მოატყუოთ და ყველა ადამიანი ზოგჯერ მოატყუოთ, თუმცა ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებთ. ეს ამბავიც ასე მორჩა. 2020 წელს, გამოშვებიდან სულ 2 წელიწადში, Mercedes-მა X-კლასის წარმოება შეაჩერა. ასე დამტკიცდა, რომ კარგი პიკაპი ის კი არ არის, რომელსაც ლამაზი აბჯარი აცვია, არამედ ის, რომელიც იაფი, გამძლე, ძლავრი და უნიკალურია. ხო, ასეთი მანქანები თუ გაინტერესებთ, ერთ-ერთი წინა ვიდეო სწორედ Toyota-ს იმ პიკაპებს მიეწუნა, რომლებმაც 1980-იან წლებში მოამარ გადაფის ოცნებებით დაამსხვრიეს. ამ ვიდეოს შემდეგ ჩაუჯექით, გბირდებით საინტერესო ისტორია. Mercedes EQ სერია. I'll be back. ამბობს ტერმინატორის როლში არნოლდ შვარცნეგერი და Chevrolet Novati პოლიციის განყოფილებაში შევარდება. ეს Mercedes-მაც გააკეთა, თუმცა ვირვაძრავის ღრიალის ნაცვლად. საავტომობილო სამყაროში ელექტროძრავის სისინის ფონზე შემოგორდა. მანქანით, რომელიც ხელოვნური ინტელექტით აწყობილს უფრო გავს, ვიდრე ადამიანის ნამუშევარს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება EQS-ისა და EQ-ის სალანძღავ სივრცეში. EQ სერიებით Mercedes-ის საოცარ ახალ სამყაროს გვპირდებოდა. თუმცა ამავე დასახელების წიგნის ავტორი Aldous Huxley გვაფრთხილებდა, რომ სრული კომფორტისა და მაღალი ტექნოლოგიების სრულყოფილება შესაძლოა უსულო პროდუქტი იყოს. ნია, ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა. ინჟინრები გვეუბნებიან ხოლმე და ჩვენც გეუბნებით ხოლმე ჩვენს ვიდეოებში. ეს მსოფლიოში საუკეთესო აეროდინამიკის მქონე მანქანაა. ჩვენც ვუღიმით და თავს ვუქნევთ, თუმცა გულში ვფიქრობთ, რომ ეს ავტომობილი ჰარიბოს ჟელიბონის შეფუთვაში უკვე გვინახავს. სად არის ეს კლასის დიდებულება? სად არის მაიბახის სიმდიდრე და 190 Cosworth-ის სპორტულობა? სად არის A-კლასის კარგით. ხო, დიახ, არაფერი. რაც შეეხება ინტერიერს, მისი ნახვა გჭირდება თუ მატრიცა გინახავთ. 56 დუიმიანი სენსორული პანელი ნამდვილად შთამბეჭდავია. თუმცა ვინმე ჭკვიანს იქნებ პროგრამულ მხარეზე წეფიქრა. გსურთ კონდიციონერის ჩართვა. შედით მენიუში. გსურთ ზოლის კონტროლის ჩართვა. შედით მენიუში. შემდეგ ისევ ქვემენიუში და შემდეგ ისევ ქვემენიუში. მოკლედ ეს ციფრული ლაბირინთია, რომლიდანაც თეზევსიც ვერ გამოაღწევდა. ელექტრომობილების ენთუზიასტებს მანქანა სურდათ, თუმცა Mercedes-მა მათ 600 ცხენის ძალიანი iPhone-ი წარუდგინა, რომელიც ჯიბეში ნამდვილად არ ჩაგეტევათ. ახალი C63 AMG. Let me tell you something. გაგიკვირდათ არა? მოგვეცით ახსნის საშუალება. ახალი W206-ის დანახვაზე Mercedes-ის ფანს მხოლოდ ვიტო კორლეონე შეიძლება გაახსენდეს, რომელიც დაცხრილულ შვილს სანტინოს დასტირის. 20 წლის განმავლობაში C63 საავტომობილო სამყაროს აქილევსი იყო.
ლამაზი, სწრაფი და ძლიერი გმირი. პატარა მანქანა ცეცხლოვანი ვირვაცრავით, რომელიც თავისი აჩქარებით ატმოსფეროს ხვრეტდა. დაკარგულ სამოთხეში ვკითხულობთ, რომ სჯობს იმეფო ჯოჯოხეთში, ვიდრე იყო მსახური სამოთხეში. C-63-ს კი საკუთარი ჯოჯოხეთი ჰქონდა, რომლის უპირობო მბრძანებელიც 10 წლეულების განმავლობაში თავად იყო. თუმცა შემდეგ ბუღალტერი და რეგულაციები მოვიდნენ. მათ შეხედეს ვირვას და ჩათვალეს, რომ 2 ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი ძრავის გამოყენება უკეთესი იქნებოდა. მართალია, ამ ძრავას სანაგვეურნის ზომის ტურბოკომპრესორი და ელექტროძრავაც დაამატეს, რითაც სიმძლავრე 671 ცხენის ძალამდე მიიყვანეს, თუმცა ახალი C-63 2.1 ტონას იწონის, რაც Chevrolet Tahoe-ზე მეტია. დასკვნები თქვენთვის მოგვინდია. ცალკე აღნიშნვა სიმსახურებს მანქანის ხმაც. ძველ C-63-ს ოთახში დატრიალებული ქარიშხლის ხმა ჰქონდა. ახალი კი აჩქარებისას ძალიან გაბრაზებული მტვერსასრუტის ხმას გამოსცემს. ამის გამოსწორება Mercedes-მა ხელოვნური ხმით სცადა. თუმცა, როგორც უკვე ძია აბრაჰამმა გვითხრა, ყოველთვის ყველას ვერ მოატყუებ. გაყიდვები კატასტროფულია. არავის სურს $100,000 გადაიხადოს მანქანაში, რომელსაც 4 ცილინდრიანი ძრავა აქვს და ტანგზე სულ ოდნავ მსუბუქია. მიუხედავად ამისა, იმედი ბოლოს კვდება. გავრცელებული ჭორების თანახმად, Mercedes-ი B8 ძრავის დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს. კარგი, ვიცი ახლა რასაც იზამ. ჩახვალ კომენტარების სექციაში და დაწერ, რომ სიტანი უტილიტარული შედევრია. ან გვეტყვი, რატომ არის 4 ცილინდრიანი C-63 უფრო ეფექტიანი. ჩვენ ვლანძღავთ Mercedes-ს, რადგან მისგან მხოლოდ საუკეთესოს მოველით. თუმცა ზოგჯერ კომპანია საკუთარ სტანდარტებს იმდენად ღალატობს, რომ გაუცებულები და გაბრაზებულები ვრჩებით. BMW-შნიკებო, დღეს გაიცინეთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ადრე თუ გვიან თქვენი დროც მოვა.